გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. Როგორც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ გვითხრა, ოზურგეთში 6 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში 53 მაჟორიტარობის კანდიდატი, მათ შორის 1 საინიციატივო ჯგუფიდან და 2 მერობის კანდიდატი. 4 სექტემბრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიას მომართა 6 სუბიექტმა და წარმოადგინა პარტიული სია. აგრეთვე წარმოდგენილი არის 2 მერობის კანდიდატი, 2 პარტიამ წარმოადგინა და მაჟორიტარებსაც შეეხება 6 სუბიექტმა წარმოადგინა, მათ შორის ერთ-ერთი არის საინიციატივო ჯგუფი. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონის შესაბამისად დოკუმენტაციის გადამოწმება და შესაბამისად სრულყოფილი წარმოდგენილი განაცხადები გაივლიან რეგისტრაციას და მიიღებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კანონი თვალისწინებს იმას, რომ გადამოწმების შედეგად თუ რომელიმე სუბიექტს ხარვეზით აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მას საშუალება ექნება ხარვეზის დადგენიდან 2 დღის განმავლობაში გამოასწოროს ეს ხარვეზი და წარმოგიდგინოს გამოსწორებული დოკუმენტაციაც. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით.